აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითმა კავშირმა საგაზაფხულო ექსპოზიცია აფხაზური გაზაფხული წარადგინა. ექსპოზიციაზე ავტორებმა დამთვალიერებლებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ფერწერული, გრაფიკული და ქანდაკების ჟანრში შესრულებული ნამუშევრები წარუდგინეს. გამოფენა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ორგანიზატორებმა ის უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნეს. კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას ამ უდიდესი პიროვნების უახლეს ისტორიაში ასეთი გამორჩეული პიროვნების ხსოვნას. აფხაზეთელი მხატვრების გამოფენა დღეს ეძღვნება პატრიარქის ხსოვნის ის ხსოვნას ეძღვნება, გამოფენილი არიან წარმატებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვრები, მასთან ერთად ჩვენი თბილისელი მხატვრებიც არიან გამოფენილი, აქ არის მრავალფეროვანი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი გამოფენა გახლავთ. დღევანდელი გამოფენა არიან ფერწერლები, გრაფიკოსები, მოქანდაკეები და რომლებიც წარმატებით წარმოაჩენენ ხოლმე თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ნებისმიერ საგამოფენო სივრცეში. წარმატებებს უსურვებ მონაწილე მხატვრებს, წარმატებას უსურვებ ყველა ხელოვანს, ვინც აქ არის გამოფენილი და იმედია, რომ მომავალში ასეთ სახის გამოფენები გამართული იყოს სოხუმში, აფხაზეთში. გამოფენის სახელწოდება აფხაზური გაზაფხული. ჩვენ გახლავართ აფხაზეთიდან უფროსი თაობის ხალხი, რომელსაც თვალწინ გვიდგას ჩვენი აფხაზეთი. ის ფერები და ის სილამაზე, რომელიც ჩვენ ბავშვობაში იქ ვნახეთ. თანაც ეს გამოფენა ეძღვნება ჩვენი პატრიარქის კათოლიკოს ილია მეორის ხსოვნას. ყველაზე საყვარელი და სათნო ადამიანი. და ნათელში გვიმყოფოს მის სული პალმა. დღეს გამოფენილია ძალიან ბევრი მხატვრები. მრავალფეროვანი გამოფენა შედგა. ხელოვანებმა დიდი სიყვარულით გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრისა და ურთიერთობის დრო და ისტორიული ეპიზოდები, რომლებიც მათ შემოქმედებასა და ცხოვრებაში თბილ მოგონებად დარჩა. დარბაზში გაჟღერდა კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი „დავიღალე“. წარმოშობით ლაზეთიდან ვარ ქართველი, ჩვენ ცხოვრობდით აფხაზეთში და მე ესე 59-ში გადაგვასახლეს ციმბირში. როგორც თურქები, რომ დაბრუნდით, კიდე ხელმეორედ კაზახეთში გადაგვასახლეს. იქაც 5 წელი გავატარეთ და იქ წავიკითხე კონსტანტინეს დიდოსტატის მარჯვენა. პირველად გავიგე სიტყვა ლაზი დაწერილი, ხო და დავიფიცე, პატარა ბავშვი ვიყავი. დავიფიცე ეს კაცი უნდა ვნახოთ თქო. და მე რო ესე იგი დაბრუნდით, სოხუმში სამხატვრო სკოლა დავამთავრე და აკადემიაში ჩავაბარე. და აკადემიაში ესე რექტორმა გააგებია კონსტანტინეს, რომ ჩემთან ლაზი ბიჭი სწავლობსო. დამიბარა. კონსტანტინემ მითხრა, რომ ჩვენო პირველ საუკუნეში ვიყავით ქრისტიანებიო, ანდრია პირველწოდებულმა შემოგვიტანაო ნათელი. ეს დამიჯდა ჭკუაში. მე სოხუმში გავიცანით ჩვენი მომავალი პატრიარქი, ძალიან საინტერესო პიროვნება, გავიცანით, ვილაპარაკეთ ბევრ რაღაცებზე. იქედან მქონდა ურთიერთობა ილია მეორესთან. მე გავიდა წლები, ესე იგი, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ესე იგი, მეუფე დანიილთან ერთად იყვნენ და მთხოვეს ჯვარი გააკეთეო. აი პატრიარქის თხოვნით, ესე იგი, 4 ნამუშევარი გავაკეთე ჯვართან დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ აფხაზეთის მხატვრებმა მოვიფიქრეთ ასეთი პატარა რაღაცა ჩვენ, რომ მოვეფეროთ მის ხსოვნას და მის აი დიდი ღვაწლი რო აქვს ჩადებული ადამიანმა ეკლესია აღორძინა, რელიგია აღორძინა, საქართველოს ესე იგი დაუბრუნა ის, რაც საქართველოს პირველი საუკუნიდან ჰქონდა. და ეს პატრიარქის დამსახურებაა. გამოფენა მგონი გამოვიდა კარგი, ძალიან ესე იგი სული და გულით იმუშავეს გოგოებმა, ბიჭებმა ესე იგი. ხო და მე მგონი
გაუხარდე, თვითონ ძალიან დიდი მოყვარე იყო ხელოვნების. ხო და ძალიან გაუხარდებოდა ალბათ რომ ეს ენახა. და ძალიან წუხوار რომ რაღაც მომერიდა მის მე მეგონა მუდამ გვეყოლებოდა ეს ნამუშევრები არ ვანახე მას. და ძალიან მინდა რომ იმ ქვეყნიდან თუ გვიყურებს რომ ნახოს ეს ნამუშევრები მისი თხოვნით რაც მაგ გაკეთებული. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. პირველ რიგში მინდა ყველა მხატვარს გამოვეხმაურო და ჩვენ მხატვრებს, რომელსაც მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენის ორგანიზებაში, ორგანიზატორებს ეს გამოფენა ეძღვნება უწმინდესის პატივისცემას და ხსოვნას და ჩვენთვის ყველასთვის არის ბედნიერება, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჩვენ უწმინდესის სულის ხსოვნას და განსაკუთრებით აფხაზეთელი მხატვრები, რომლებიც მთელი სულით და სიყვარულით არიან მოწოდებულები იმისათვის, რომ უწმინდესის ხმას გამოეხმაურონ და გამოძახილს და ჯერა რომ ხელოვნებით, სიყვარულით, ერთმანეთის მოფერებით და უწმინდესის დანაბარებით სწორედ მალე შევძლებთ და მივაღწევთ იმ ერთიანი ძლიერი და ნათელი საქართველოს აღორძინება, აყვავებას და ხილვას. ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ მონაწილეები დააჯილდოვა და მათ სერტიფიკატები გადასცა. ჯგუფურ გამოფენაში 30-მდე მხატვარი მონაწილეობდა. სხვადასხვა თაობის ხელოვანებმა საკუთარი შემოქმედებით ერისულიერი მამისადმი უდიდესი სითბო, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.